ერთი პატარა ვიდეო უნდა ჩავწერო. ძალიან საინტერესო რა. და აქ რაც ვხედავ საფრანგეთში, როგორ არის სისტემა აწყობილი, ორი სიტყვით უნდა მოგიყვეთ რა. თქვათ, მიდის ადამიანი ექიმთან, ან შედის აფთიაქში. იმის და მიხედვით უზღვევს დაზღვევა ექიმსაც, წამლის ყიდვასაც, ბიზნესმენსაც, შემოსავალსაც უბეგრავს იმის მიხედვით, თუ იმისი ქონებრივი დეკლარაცია რა ზღვარზეა. შენ თუ გაქვს მაღალი შემოსავალი, შენ თუ გაქვს დიდი ქონება, რომელიც განსაზღვრულია რაღაცა ეტაპებად არის ეს დალაგებული, შენ იხდი მეტს ექიმთანაც, წამლის შესაძენათაც და ბიზნესის დროსაც რამდენი გაქვს შემოსავალი, შენი ქონება რამდენია და შენი ბიზნესი რას გამოიმუშავებს, იმის და მიხედვით. ანუ ერთი ტარიფი არ არის ყველასთვის დადგენილი. მაქვს ესეთი ინიციატივა. ჯერ ერთი ის უნდა გითხრათ, რომ როცა მანქანის გამბაჟების ფულს აექვსმაგებ და ეს ყველასთვის ერთია, მილიონერისთვისაც და იმ გლეხისთვისაც, რომელიც ძლივს აკოწიწებს თანხას, რომ რაღაცა 2000 წლიანი ოპელი მაინც იყიდოს. იმასაც რომ 6 მაგს ახდევინებ გამბაჟების ფულს და მილიონერსაც რომ 6 მაგს ახდევინებ, აქ სამართალი სად არის? შენ თუ გინდა რომ სიღარიბის ზღვარიდან ამოხვიდე, იხემძღვანელი ადამიანის ქონებრივი დეკლარაციიდან, მისი შემოსავლებიდან და იმის და მიხედვით დაბეგრე შენ ადამიანის შემოსავალიც და იმის და მიხედვით დაუდგინე ადამიანებს გამბაჟების ოდენობა. და ინიციატივა არის ძალიან მარტივი და ძალიან რეალური, რომელიც ადამიანებში გამოიწვევს სიმპათიას, დროა უკვე 14 წელია მართავთ ქვეყანას და დროა რომ ადამიანებში სიმპათიებით სარგებლობდეთ, რაღაცა ისეთი გააკეთოთ, რომ ადამიანების გულები გაახაროთ და თუ გინდათ რომ სიღარიბის ზღვარიდან ამოხვიდეთ, კიდევ გეუბნებით, იხემძღვანელეთ ადამიანების დეკლარაციიდან, სავალდებულო გახადეთ ყველა წვრილმანის, ისე კი არა რომ მილიონები რომ გიწყვიათ ჩანთებში და ეგ დეკლარაციაში არ შეგაქვთ. არა, ის სამსახური, რომელიც ამ დეკლარაციას შეავსებს და გააკონტროლებს, უნდა იყოს ნამდვილად დემოკრატიული და ეგ სუსში რო იბარებთ ადამიანებს თქვენ ინტერესების გატარებისთვის და ადამიანების დაშინებისთვის, არა, მაგიტო არ უნდა იყოს ეგ სამსახური, უნდა აკონტროლებდეს იმ სამსახურებს, რომლებიც დეტალურად და დემოკრატიულად შეავსებენ დეკლარაციას და თუ რამეზე თვალს დახუჭავენ, უნდა აძლევდნენ პასუხისგებაში აი ესეთ სამსახურის ხელმძღვანელებს. დემოკრატიულად და თანაბარი პირობებით და თანაბარი უფლებებით შეუსეთ ადამიანებს დეკლარაცია, დააწესეთ ზღვარი, დაბალი, საშუალო და მაღალი ზღვარი, ქონებრივი საზომის გადმოსახედიდან, რომ ვის რა ქონებრივი დონე აქვს, დაბალი, საშუალო თუ მაღალი და ამის და მიხედვით დაბეგრეთ და დაუწესეთ ადამიანებს თქვათ გამბაჟების თანხა. თქვენ თუ გინდათ სიღარიბიდან ამოხვიდეთ, დაბალი ფენის წარმომადგენლებს ქონებრივად ვიძახით, თორე ინტელექტუალურად შეიძლება კი არა და ბევრი ადამიანი ვიცი, შეიძლება საქონელს მწყემსავს, მაგრამ თქვენზე მეტი გაეგება, მილიონერები რო ხართ, სამშობლოს სიყვარული უფრო მეტი აქვთ და უფრო ჭეშმარიტად და უფრო კარგად ხედავენ ქვეყნის მომავალს, როგორ განვითარდეს თუ როგორ განვითარდეს
საქართველოს თავიანთი სამშობლო. მე გეუბნებით, რომ დეკლარაცია შეავსეთ სრული დემოკრატიული პრინციპებით, სრულად დაუფიქსირეთ, ეს იქნება თქვენი მთავრობის წარმომადგენელი თუ უბრალო გლეხი, დააწესეთ ზღვარი, გაყავით სამფენად, ქონებრივი დონე, დაბალი, საშუალო და მაღალი, დაბალ ფენას, რომელიც შეჭირვებულია, თქვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანის გამბაჟების ტარიფი დაუწესეთ დაბალი და იაფი, რომ ადამიანმა ის თანხა, რომელსაც დაზოგავს გამბაჟებაში, ხო, მოახმაროს ისევ, თქვათ სოფელი შეიძინოს კიდევ 2 ძროხა, 3 მოზარდი, რაღაცა უფრო გააძლიეროს თავისი მეურნეობა სოფლის, რაღაცა წამატოს თავის სოფელს, თავის ცხოვრებას, განვითარდეს ადამიანი და ამოვიდეს იმ სიდუხჭირიდან, იმ გაჭირვებიდან, საშუალო ფენას დაუწესეთ შესატყვისი ტარიფი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანის გამბაჟების დროს, რომ იყოს მორგებული მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და აი მაღალ დონეს, ვისაც მაღალ დონეში ადგენენ და ხართ თქვენ მთავრობის წარმომადგენლები და აი პარლამენტში რომ 14,000 ხელფასი გაქვთ ყოველ თვე, თქვენ დაიწესეთ მაღალი ზღვარი, გაიექვსმაგეთ ზუსტად გამბაჟების ტარიფი და ბიუჯეტში შეიტანეთ თანხა, თქვენ ვალდებულები ხართ, იმიტომ რომ თქვენ ფლობთ დიდ ქონებას. ისე კი არა ბიძინამ რომ, მაგრამ თქვენ არ გააკეთებთ მაგას. ბიძინამ ოფშორების შესახებ კანონი დააინიცირა, თქვენ გააკეთეთ, რომ ბიძინა შემოეტანა მილიარდები უფასოდ და ის გლეხი რო წავა 2000 წლიან მანქანა შემოიტანს, 6 მაგათ უნდა გადაახდენოთ გამბაჟების ფული. სად არის აქ დემოკრატია, სად არის აქ სიმართლე, სად არის აქ ხალხის სიყვარული, გამაგებინეთ და ესე გინდათ სიდუხჭირიდან ამოხვიდეთ, გაჭირვებიდან ესე გინდათ ამოხვიდეთ და სიღარიბის ზღვარი ესე გინდათ გადაალახინოთ ადამიანებს, რომ ბაძავთ, რომ გაუსწარით ევროპას, ვერ გაუსწარით, მიბაძეს ევროპას, მიბაძეთ როგორ არის აქ დაწესებული ტარიფები. იმის და მიხედვით თუ ვის რა ქონება გააჩნია. აი მე უკონელი ტოლვილი რო შევალ აფთიაქში, ჩემთვის წამალი საერთოდ უფასოა. მე ფულს არ ვიხდი. ექიმში რომ მივდივარ კონსულტაციას, ეხლა რომ მივა იაშვილში მივიყვანე 5 წლის უკან ბავშვები, სანამ აქ წამოვიყვანდი და 80 ლარი გადავიხადე ერთ ბავშვზე, მარტო რომ ექიმს მიეღო ჩვენი თავი. და ხომ შეიძლება რომ ჩემთვის უფასო ყოფილიყო, რადგან მე მაგ დროისთვის სამსახური აღარ მქონდა უკვე. საიდანო გადამეხადა ის 80 ლარი, კიდე კაი მომაწოდეს ნათესავებმა. ხო? ხო და კიდევ გეუბნებით, აი აქ საფრანგეთში რომ შევიდე მე ხლა, ჩემთვის როგორც ტოლვილისთვის და უკონელისთვის არის უფასო ჩემთვის წამალი. ექიმთან ვიზიტი არის უფასო. შეხვალ და გადაიღებ რამეს, რენტგენს გადაიღებ თუ რამეს კვლევას, რადიოლოგიურ კვლევას ჩაიტარებ, უფასოა ჩემთვის. სისხლის ანალიზები უფასოა, ოპერაცია უფასოა. მაგრამ როგორც კი ჩემი შემოსავალი, ანუ დავსაქმდები მე ერთი ადამიანი ოჯახიდან, უკვე რაღაცა მიზერულ პროცენტს ვიხდი. როგორც კი მეორე წევრი დამისაქმდება და იმასაც მაღალი შემოსავალი აქვს, უკვე პროცენტი ოდნავ მემატება წამლის ყიდვისაც, ექიმთან მისვლისაც, ვიზიტისაც და მე თუ რამე ბიზნესი წამოვიყრე და შემოსავალი დამატებით გამეზარდა, მე უფრო მეც ვიხდი წამლის შეძენისასაც, ექიმთან მისვლისასაც, ოპერაციის გაკეთებისასაც, მაგ დროსაც. ანუ ეს ისე არის დაბალანსებული, რომ ადამიანებს ეხმარებიან, რომ ამოვიდნენ სიღარიბის ზღვარიდან, გადალახონ ეს ბარიერი, მაგრამ აქ სიღარიბი არ არის. მე ვერ ჩავთვლი, რომ მე ვარ ღარიბი, მით უმეტეს აი აქ ტოლვილი რო არ ვმუშაობ, არც მე არც მეუღლე, საჭმელიც ბევრი მაქვს, წამალიც უფასო მაქვს, ექიმთან მისვლაც უფასო მაქვს, ყველაფერი უფასო მაქვს. კი, ფული არა მაქვს, მაგრამ ყველაფერი უფასო მაქვს. და არ ვთვლი მე, რომ მე აქ ვარ წყალწაღებული.
აი ეს ორი სიტყვით მინდოდა აი ესე დააბალანსეთ ეს არ არის დემოკრატიული და ეს არ არის ხალხს ზრუნვა რომ გლეხსაც რომელსაც და ჯერთი დაწიეთ ეგ ზღვარის 14 წლამდე მანქანის 14 წელს ქვემოთ მანქანის ყიდვის საშუალებაც არ აქვს ხალხს ეგ საერთოდ გააუქმეთ გავალ ქუჩაში ეხლა და 98 წლიან მანქანებს გადავიღებ საფრანგეთში 90 წლიან მანქანებს გადავიღებ აქ თუ მანქანას სწორად უვლი თუ სისტემატიურად ზეთს სწორად თვლი ის ცვლი მანქანაში ტექნიკ კონტროლს ყოველწლიურად ატარებ აქ 98 წლიან მანქანას მე შეგიდარებ საქართველოში 2010 წლიან მანქანას 14 წლიან მანქანას სხვაობას ვერ ნახავთ ისეთი გამართული მანქანები დადიან და თუ ტექნიკ კონტროლს გადის მანქანა შე რატო მიგრძალავ ძველი მანქანის საერთოდ შეძენას რაო განვითარდით დუბაის დონეზე ვართ ავსტრალიის დონეზე ვართ კანადის დონეზე ვართ ამერიკის დონეზე ვართ მე თუ არ შემიძლია ახალი მანქანის ყიდვა ძველს რატო მიგრძალავ ანუ მანქანა არ მყავდეს მანქანა თუ არ მეყოლება მანქანა საჭიროა ელემენტარული მცირე ბიზნესისთვის ელემენტარული სოფლის მეურნეობისთვის ელემენტარული ჩაიყვანო მიწის ნაკვეთში მუშები ველოსიპედით ხარ ჩაიყვან მანქანაა საჭირო მუშებს რო საჭმელი ჩაუტანო მანქანაა საჭირო ყველაფერი რა სოფლებში და რაიონებში არც ავტობუსები არ დადის ექიმთან რო წახვიდე ელემენტარული მანქანაა საჭირო